აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო სამრეწველო პალატის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია თემაზე აფხაზეთიდან დევნილ მეწარმეთა შესაძლებლობები და გამოწვევები, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთიდან დევნილმა მეწარმეებმა. კონფერენციაზე საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლების გამოსვლებთან ერთად მოეწყო ექსპერტთა პანელები და სამუშაო სესიები. ღონისძიების ფარგლებში დაჯილდოვდნენ წარმატებული ბიზნეს ოპერატორები, რომლებმაც თავიანთი გამოცდილება კონფერენციის მონაწილეებს გაუზიარეს. მნიშვნელოვანი კონფერენცია შედგა ჩვენ დევნილ მეწარმეებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ქალბატონ ნინო, რომელმაც გაუზიარა ჩვენ დევნილ მეწარმეებს და ქალბატონებს განსაკუთრებით ხარდაჭერისა და სხვადასხვა პროგრამების შესახებ მისი მზაობის და ხელშეწყობის შესაძლებლობები. ყველა ეს პროგრამა ორიენტირებულია ჩვენი მოქალაქეების ბიზნეს შესაძლებლობების განვითარებისთვის და ჩვენი ინტერესი ამაში არის, რომ რაც შეიძლება მეტი მოქალაქეს მივცეთ შესაძლებლობა მათი უნარ-ჩვევები განავითაროთ. სოფლის განვითარების სააგენტო 21 პროგრამას ახორციელებს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოვიცვათ მთელი საქართველო და ეს ჩვენი თანამშრომლობაც ძალიან მნიშვნელოვანია აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასთან, ვინაიდან შესაძლებელია, რომ ერთობლივი პროექტები განვახორციელოთ. ჩვენ 3 წლის წინ მემორანდუმიც გავაფორმეთ პროექტებში ჩართულობასთან დაკავშირებით და რაც ყველაზე მთავარია, იმ ბენეფიციარებს, რომელსაც აქვს საშუალება, რომ ჩაერთვენ ჩვენ პროგრამებში, კიდევ უფრო მეტი დამატებითი სარგებლის მიცემის საშუალება მივცეთ. ჩვენთვის განსაკუთრებით იყო ღონისძიება იმ მხრივ საყურადღებო, რომ ახლა ვიწყებთ, ახლა დგამთ ფეხს და გვაქვს რამდენიმე კითხვა, როგორ განვითარდეთ, რა მიმართულებით ვეძებოთ სპონსორი და ფინანსება იგივე და ვთვლი, რომ ამ ღონისძიებამ ამ კითხვებზე კარგ ამომწურავად გამცა პასუხი დამაკვალიანა და უკვე ვიცი ვის მივმართო, აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო აფხაზეთის სავაჭრო სამრეწველო პალატას.